მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი ყოფებით ფუმფულა სახზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არ მოიწყენთ. როგორც ჩანს, ჩემი წინა ვიდეო კოსმოსზე და კოსმოსურ ამბებზე ძალიან მოგეწონა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო გადავიღო, კიდევ უფრო საინტერესო და იდუმალ ამბებზე. მანამ სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი, რადგან ჩემი არხის მაყურებლების 90% არ აქვს არხი გამოწერილი. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტზე, რომლებიც შესაძლოა არც კი გცოდნია და იმედია მოგეწონება. და დღევანდელი ჩვენი ვიდეოს პირველი და გამხსნელი თემა იქნება შროდინგერის კატა. რა ჯანდაბაა შროდინგერის კატა? ერთ დღესაც ფიზიკოსმა შროდინგერმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ გიჟური ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. არა მეგობრებო, თქვენ ამას საერთოდ ვერც კი მოიფიქრებ. მან უბრალოდ კატა ჩასვა ყუთში. უბრალოდ იმიტომ, რომ რატომაც არა. ზოგჯერ ფიზიკოსები ძალიან უცნაურები არიან ხოლმე. მთელი სიგიჟე იწყება ახლა. როდესაც კატა მან ჩასვა ყუთში და დაახურა მას თავზე, თქვა, რომ კატა შიგნით ახლა ან ცოცხალია, ან მკვდარია. ერთზოდ აქ ხდება ჩვენი პირველი ნაბიჯის გადადგმა კვანტურ ფიზიკაში, სადაც ხვდებით სუპერპოზიციას. რა ჯანდაბაა სუპერპოზიცია? სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, როდესაც ერთი და იგივე მიკროსხეულს შეუძლია ჰქონდეს ორი მდგომარეობა, რასაც შროდინგერის თეორია ემყარება. შროდინგერის თეორიის მიხედვით, კატა არის სუპერპოზიციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყუთში ერთდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც არის. შროდინგერის სიტყვებით თუ გადმოვცემთ სუპერპოზიციას, ეს არის, რომ არ ვიცი რა ხდება და სანამ არ შევხედავ, არც რეალობა მიცის. ნამდვილად არანაირი კატა არ არსებობს, ეს არის გამოგონილი ჰიპოთეტური ფაქტი, რომელიც უბრალოდ თეორიას ემყარება. მინიმალური ნაწილაკები, ატომები, ფოტონები და ასე შემდეგ შესაძლოა რომ ერთდროულად იმყოფებოდნენ ორ მდგომარეობაში. თავად მეცნიერი შროდინგერი ამბობდა, რომ თუ კი ატომს შეუძლია რომ ერთდროულად იყოს დაშლილიც და არა დაშლილიც, ანუ ერთდროულად შეუძლია რომ იყოს ორ სუპერპოზიციაში, ანალოგიურად კატას, რომელიც იმყოფება ყუთში, დახურულ ყუთში და ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ანალოგიურად შეიძლება იყოს ის ცოცხალიც და მკვდარიც. ის ებრძოდა იმ თეორიას, რომ ზედაპირულად ყველაფერი არის ორ მდგომარეობაში. ის ამტკიცებდა, რომ კვანტური წესები გაბერილია ინტერპრეტაციების და საბოლოოდ აბსურდამდე მიდის. კვანტური ფიზიკა ამტკიცებს იმას, რომ როდესაც ჩვენ ვაკვირდებით მიკრონაწილაკებს, ისინი იქცევიან სხვანაირად. ბუნებრივ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ მათ არ ვაკვირდებით, ისინი სხვანაირად იქცევიან. გამოდის, რომ ისინი იმყოფებიან ორ სუპერპოზიციაში. ანუ ერთდროულად შეიძლება იყვნენ ისინი დაშლილებიც და შეიძლება იყვნენ არადაშლილებიც. სწორედ აქედან მომდინარეობს შროდინგერის კატის აზრით. თუ კი დახურულ ყუთში არის კატა და ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ერთდროულად შეიძლება იყოს ის ცოცხალიც და მკვდარიც, როგორც ატომი ერთდროულად შეიძლება იყოს დაშლილიც და არადაშლილი. არ ვიცი, ამდენად კარგად აგიხსენეთ ეს თეორია, იმიტომ რომ ძალიან უცნაური ამბავია. ამიტომაც თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, დამიწერეთ კომენტარებში და უეცდები რომ ამომწურავი პასუხი გაგცეთ იქ. იმედია მოგწონს მსგავსი ტიპის ვიდეოები და თუ მოგწონს აუცილებლად დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ უკვე შემდეგ თემაზე და შემდეგი თემა არის მანდელას ეფექტი. ეს შედარებით პოპულარული ფაქტია, შეიძლება გსმენია კიდეც, მაგრამ მოდი დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე. რა არის მანდელას ეფექტი? მანდელას ეფექტი ზუსტად სიტყვასიტყვით არის ფენომენი, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს ერთდროულად აქვთ არასწორი მოგონება. მაგალითად, არსებობს ესეთი მანდელას ეფექტი, რომ თბილისის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს 60-70%-ს ახსოვს, რომ თბილისის ზოოპარკში იყო ჟირაფი. სინამდვილეში თბილისის ზოოპარკში ჟირაფი არასდროს ყოფილა. ანუ ადამიანური სიტყვებით რო ავხსნათ, მანდელას ეფექტი არის ფაქტი, რომელიც გახსოვს რომ მოხდა, მაგრამ სინამდვილეში არ მომხდარა. და ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი გონების ნაწილია. სინამდვილეში ეს არის ჰალუცინაცია, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს გააჩნია. და საიდან მოდის ზოგადად სიტყვა მანდელას ეფექტი? და რატომ ქვია მას მანდელას ეფექტი? იმიტომ რომ ვინმე მეცნიერმა მანდელა მოიგონა? არა. როგორც შროდინგერის შემთხვევაში იყო, ეს ასე არ არის. ტერმინი გამოიგონა ფიონა ბრუნმა, რადგან საზოგადოების უდიდეს ნაწილს ახსოვდა, რომ ნელსონ მანდელა 1980-იან წლებში ციხეში გარდაიცვალა. მაგრამ სინამდვილეში ის 2013 წლამდე ცოცხალი იყო. მოდი ახლა ვისაუბროთ თუ რატომ ხდება ეს ჩვენს ტვინში. ანუ რატომ აქვს ხალხს მანდელას ეფექტი. ძირითადად ამის გამომწვევის სამი მიზეზი არსებობს. პირველი ის რომ ტვინი მუშაობს ხარვეზით. ჩვენი ტვინი მეხსიერების ბარათივით არ მუშაობს. მასზე უბრალოდ მოგონებები არ იღბეჭდება. სინამდვილეში ის მუშაობს როგორც მრავალჯერ აღდგენილი მონახაზი. სწორედ ამიტომაც არის რომ ტვინი ზოგიერთ ჩვენ მოგონებას თავის ინტერპრეტაციას აძლევს. ასევე მეორე მომენტი არის მახსოვრული კონფაბულაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ბევრი ცნობილი ადამიანი ერთ და იგივე ფაქტზე საუბრობს და ეს ფაქტი ჩვენს ქვეცნობიერში ისე ილექება, თითქოს ეს რეალური იყო. და ნომერ მესამე და ჩემი საყვარელი ძირითადი ახსნა მანდელას ეფექტისა. მრავალ სამყაროს თეორია. ზოგი
მოგითვლის რომ ზუსტად ეს არის მტკიცებულება იმისა რომ არსებობს სხვადასხვა პარალელური სამყაროები და ჩვენი ზოგიერთი მოგონება უბრალოდ გადმონაშთია იმ პარალელური სამყაროდან. ანუ მარტივად რომ მაგიხსნათ რას ნიშნავს ეს. ანუ სხვა პარალელურ სამყაროში მანდელა მართლაც მოკვდა ციხეში და ჩვენ ქვეცნობიერს აქვს ეს ინფორმაცია ჩაბეჭდილი, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც მანდელა ციხეში არ დაღუპილა. ამიტომაც ჩვენ ტვინს ერთდროულად აქვს ორი ინფორმაცია. დამეთანხმები რომ ძალიან საინტერესო ამბავია მანდელას ეფექტი, იმედია მოგეწონა. მოდი მანამდე კი ჩვენ გადავიდეთ ჩვენს შემდეგ თემაზე. მოდი ახლა გადავიდეთ ისეთ ფაქტზე, რომელზეც მეტნაკლებად ყველას გვაქვს ინფორმაცია. და ეს ფაქტი არის დეჟავუ. კი, არ მოგესმა. დეჟავუ არის ფრანგული სიტყვა და სიტყვით ითარგმნება როგორც უკვე ნანახს. არ არსებობს დეჟავუ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არ არსებობს. დედისტრაკი ხო არსებობს? დეჟავუ არის მომენტი, როდესაც უბრალო სიტუაცია გეჩვენება ისე თითქოს უკვე მოხდა. მაგრამ უცნაური ისაა, რომ სინამდვილეში ეს არ მოხდა და ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი ტვინის ნაწილია. მოდი ახლა ვისაუბროთ თუ რატომ ხდება დეჟავუ. ეს უკავშირდება ჩვენი ტვინის ლაგს. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ განვიცით დეჟავუს, ჩვენი ტვინი რამოდენიმე მილიწამით დაყონდება. სინამდვილეში ტვინმა მიიღო ინფორმაცია, თუმცა მან დააგვიანა მისი გადამუშავება და გვიან მიაწოდა ტვინის ცენტრს. შედეგად, მივედით იმ ფაქტამდე, რომ ტვინის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უკვე იხილა. ასევე დეჟავუ გარკვეულწილად შეიძლება დაუკავშიროთ მანდელას ეფექტსაც, რადგან მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ეს ისე უკავშირდება პარალელურ სამყაროებს. სინამდვილეში ისინი ფიქრობენ, ეს არის უბრალოდ დამთხევა პარალელურ სამყაროებში, სადაც ჩვენს ტვინს უკვე ნანახი აქვს მსგავსი რამ სხვა სამყაროში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ დეჟავუ არის სიზმრის ფრაგმენტის გაცოცხლება, რადგან მეცნიერები თვლიან, რომ ზოგჯერ ჩვენი დეჟავუ ზუსტად ემთხვევა ჩვენი დაუწყებული სიზმრის იდენტობას. აღარ ახსოვს დეტალური ინფორმაცია ჩვენი სიზმრის შესახებ, აქვს მხოლოდ და მხოლოდ პერიფერიული ინფორმაცია, სად იყავი, როგორ იყავი, ასე შემდეგ, დეტალებს ვერ იხსენებს და კადრი უცბად განახდება და შენი ტვინის სიზმარს აღიქოვს როგორც მოვლენას. ასევე არსებობს ძალიან საინტერესო თეორია, რომლის მიხედვითაც მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დეჟავუს ეფექტი ჩვენი ტვინი ჩვენ უბრალოდ გვიწყობს პატარა გამოცდას. იგი ერთგვარად შემეცნებით შემოწმებას გვიკეთებს და რას ნიშნავს ეს? ისინი ამტკიცებენ, რომ ტვინი ჩვენ გვიწყობს პატარა გამოცდას თუ რამდენად რეალურად აღვიქვავთ გარემოს. სინამდვილეში დეჟავუში საშიში არაფერი არ არის, თუმცა სამყაროში არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომელიც საშიშად გამოიყურება. არსებობს სამყაროში ესეთი ფაქტი, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ყოველ წამს 24 საათის განმავლობაში ჰქონდა დეჟავუ. იგი ამბობდა, რომ 24 საათის განმავლობაში ვეღარ გრძნობდა დრო. მისთვის ეს იყო უბრალოდ წრეზე სიარული, რადგან ფილმი, მუსიკა, რასაც ის უსმენდა, თითქოს უკვე მოსმენილი ჰქონდა. მისთვის ყოველივე დეტალი, ყოველივე წამი 24 საათის განმავლობაში იყო დეჟავუ. ასევე არსებობს საინტერესო ფაქტი ბრიტანელ ქალზე, რომელმაც ევროპაში მოგზაურობდა დროს სრულიად უცხო ქალაქში ფეხის ჩადგმის შემდეგ დეტალურად იცოდა სად რა იყო, ისე რომ ის იქ ნამყოფიც კი არ იყო და ამბობდა რომ ამ კართან ადრე ნამყოფი იყო, ამ კაფეში უსადილია და ასე შემდეგ. თუმცა სინამდვილეში რეალურად მისი ცხოვრების მანძილზე ის ამ ქალაქში არასდროს იყო ნამყოფი. სინამდვილეში ყველაზე ხშირად დეჟავუ მოზარდებს ემართებათ, 8-დან 10 წლამდე ბავშვებს თითქმის ეს ყოველდღე ემართებათ. ეს ნორმალურია, მეცნიერები ამტკიცებენ რომ ეს მათი ქვეცნობიერის ჩამოყალიბების გამო ხდება და ისინი ამბობენ რომ ეს უბრალოდ მათი გონებრივი განვითარების გვერდით ეფექტს წარმოადგენს. მაგალითად არსებობს ესეთი მომენტი, როდესაც უნივერსიტეტში ლექციაზე დაახლოებით 20-მდე სტუდენტს ერთდროულად გაუშვათ ერთი და იგივე დეჟავუ. მათ ჰქონდათ შეგრძნება, რომ ლექტორმა ეს ფრაზა უკვე მეორედ თქვა, როდესაც სინამდვილეში მან მხოლოდ და მხოლოდ პირველად გაიმეორა ეს ფრაზა. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონა ამ თემებზე საუბარი. თუ მოგეწონა, რა თქმა უნდა, დალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი, რათა არ გამოგჩეს მსგავსი საინტერესო და კრეატიული ვიდეოები. ხო, კომენტარებში დამიწერეთ თუ რაზე ისურვებდი შემდეგ ვიდეო. კარგად იყავით, შემდეგ შეხვედრამდე.